სტუდია დავით ბაიჭაძესთან ერთად. გამარჯობა თქვენს დღეს სტუდიას დღეს სამშაბათს უძღვები მე დავით ბაიჭაძე. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმარს გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ფონდის მკვლევარი. გამარჯობა, მადლობა რომ ჩვენთან მოხვედით. გამარჯობა, მე ვესალმები თქვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. საქართველოში უამრავი მწვავე და საინტერესო საკითხია განსახილველი. ოღონდ დღეს მინდა შევხედოთ ისეთ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რაც გვგონია რომ საქართველოზე აუცილებლად ახდენს გავლენას, თუმცა ვერ გაგვიაზრებია ბოლომდე, მე პირადად ვერ გამიაზრებია ჯერჯერობით როგორს. იმიტომ რომ გავლენა პროცესია და არადასრულებული და თან მართლა ჭირს ახლა პროგნოზი იმისა, მსოფლიო პროცესები როგორ განვითარდება. როცა ესეთი მასშტაბით ლაპარაკობდნენ ხოლმე ჟურნალისტები, ლაპარაკობენ ადამიანები, მე ადრე ირონიული ღიმილი მომდიოდა, მაგრამ ეხლა ასე არ ხდება, იმიტომ რომ საირონიო მე მგონი არაფერია. და ბევრმა დაწინაურებულმა გონებამ, დამსახურებულად დაწინაურებულმა გონებამ გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება მსოფლიო წესრიგი იცვლებოდეს. მე-20 საუკუნეში ჩვენ ვიყავით რამდენჯერმე მომსწრე. მომსწრე როგორ ვიცით მე-20 საუკუნის ისტორია, რომ რამდენჯერმე შეიცვალა მსოფლიო წესრიგი, უბრალოდ დიდხანს ყალიბდებოდა. ეგეთი ხედვაც არსებობს, თქვა 1916 წლიდან 1922-23 წლამდე ყალიბდებოდა, მერე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი ჩამოყალიბდა ნაციზმის დამარცხების შემდეგ, ამის მერე კომუნიზმის დამარცხების შემდგომი მსოფლიო წესრიგი, რომელიც გარკვეულწილად ომის გაგრძელებას წარმოადგენდა ზოგი ინტერპრეტაციით, რაც მანამდე იყო. ეხლა რა ხდება? ვერ ვხვდებით სახელი ჯერჯერობით ვერ დაგვერქმევია და მის კონტორებსაც ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ რამდენიმე ალბათობაა პროცესების განვითარების და არა რაღაცა ერთი და გაუგებარი რა. ასე რომ მოდი შევხედოთ ჯერ იმას, რაც ხელთ გვაქვს და ხელთ კი გვაქვს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ისეთი მოქმედებები პოლიტიკაში, ისეთი განცხადებები, რომლის როგორის მომსწრეც აქამდე ჩვენ არ ყოფილვართ. ხო, ეს თითქოს და რასაც უსმენთ, ვუყურებთ, სცილდება და რაღაც ახალია ჩვენი წარმოდგენებისათვის, რომელიც აქამდე გვქონდა ამერიკული პოლიტიკის შესახებ. ჩვენ ალბათ უფრო კონკრეტულად შევეხებით, თქვათ, გნებავთ და პოლიტიკურ რიტორიკას, გნებავთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს შეერთებული შტატებისა დღევანდელ გადაცემაში, მაგრამ უწინარესად მაინც საინტერესოა ეს სიახლე, რაც მსოფლიო პოლიტიკაში გაჩნდა ამა წლის 20 იანვრის შემდეგ, უკვე როგორ მოქმედებს მსოფლიოზე და უკვე რას ცვლის მსოფლიოში და საითკენ ცვლის, უარესობისკენ, კეთესობისკენ. დიახ, პირველ რიგში დაგეთანხმებოდით, რომ მსოფლიო იცვლება და იმაშიც დაგეთანხმებით, რომ პროგნოზების გაკეთება საკმაოდ ჭირს ამ მდგომარეობაში. ახლა რასაც ვაკვირდებით, უკვე გარკვეული კონტურები გამოიკვეთა საით როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში და პირველ რიგში ეს ეხება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. როგორც ჩანს, შეერთებული შტატების ეს ადმინისტრაცია ძალიან უხეშად, სწრაფად და ხისტად აპირებს უარი თქვას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნატვირთ ვალდებულებაზე, რომ უზრუნველყოს ევროპის უსაფრთხოება. ამ მიმართულებით შეერთებული შტატები საკმაოდ დიდი ხანია მიდის, მაგრამ აქამდე მიდიოდა თანმიმდევრულად. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მცდელობები, რომ თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა გადაეტანა უფრო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებისკენ და თანმიმდევრულად ეს ყველა ადმინისტრაციის შემთხვევაში ხორციელდებოდა.
მაგრამ რასაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ეს ადმინისტრაცია აკეთებს, ამას აკეთებს ძალიან სწრაფად, ძალიან უხეშად, ისე რომ აი ამ სისწრაფეში და სიჩქარეში უგულებელყოფილ რჩება ევროპის უსაფრთხოება და ევროპა იძულებულია ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში თვითონ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოებას გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სანდო პარტნიორის სტატუსს, ხო? არაფერია გაუგებარი შეერთებული შტატების მოტივებში, ხო? ევროპელებს შეუძლიათ გაიგონ, რომ შეერთებული შტატებს არ აქვთ იმდენი რესურსები, რომ მსოფლიოს ყველა წერტილში ყველგან ყველას უსაფრთხოება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყოს. აღარ არის ეს უნიპოლარული მსოფლიო. გასაგებია და ევროპელებს აქვთ იმის უნარი, რომ ამ ლოგიკაში მიყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. უბრალოდ ეს ტრანზიცია ევროპის უსაფრთხოებაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელებმა ჩაანაცვლონ, ამას სჭირდება გარკვეული დრო, ამას სჭირდება გარკვეული კოორდინაციული ქმედებები ევროპის დედაქალაქებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და არა აი ასეთი ხისტი და უეცარი მიდგომა, უცებ იმის თქმა, რომ ჩვენ ნატოს წევრებს არ დავიცავთ, თუ ისინი რაღაც ვალდებულებებს არ შეასრულებენ, რაღაც ისეთი რიტორიკები, რომ რა ვიცი, ევროკავშირი ჩვენ ცუდად გვერქცევა, ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ არის შექმნილი და შემდეგ რაც ბოლო პერიოდში ჩვენ ვიხილებთ, ხო? აი ეს სწრაფი და ხისტი მოქმედებები. ეხანდელი ადმინისტრაციის დისკურსია, ევროკავშირი ჩვენ საწინააღმდეგოდ არის. დიახ, პრეზიდენტმა ტრამპმა ეს რამე გაიმეორა. ძირითადად სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში აღნიშნა ეს პრეზიდენტმა ტრამპმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და ადრეც ხშირად აღნიშნავს ეს, რომ თითქოს უსამართლოდ ექცევიან ამერიკას თავისი მოკავშირეები, რაღაც სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, არ ვიცი საიდან მოდის ეს აზრი, მაგრამ ცირკულირებს ეს განსაკუთრებით ამერიკის მემარჯვენე მედიაში და მემარჯვენე ბლოგერების და მემარჯვენე პოდკასტერების და მსგავსი ტიპის ეგრეთ წოდებული ინფლუენსერების რიტორიკაში. თქვენ ახსენეთ, რომ ორპოლუსიანი თუ ერთპოლუსიანი. ხო, აღარ არის ერთპოლუსიანი. აღარ არის. ნუ თუ არ არის ერთპოლუსიანი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ და ზუსტად მახსოვს, როდის გაჩნდა ტერმინი მრავალპოლუსიანი ან მრავალპოლარული სამყარო. და თუ არ ვცდები, ეს ტერმინი წამოვიდა რუსეთიდან. კერძოდ მისი დაზვერვის ყოფილი, საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის ევგენი მაქსიმესძე პრიმაკოვის საავტორო უფლება აქვს საერთოდ მე მგონი მაგ ტერმინზე, რომ სამყარო არის მრავალპოლარული. კაი, სამყარო თქვა მრავალპოლარულია, მაგრამ ეს რას ნიშნავს, რას განაპირობებს, ხო? თუ კი მრავალი პოლუსია, მაშინ უნდა მოუხმოთ წარმოსახვას და დავინახოთ, რომ თითოეული პოლუსის სათავეში დგას რომელიღაცა პოლიტიკური ძალა, იქნება ეს ერთი სახელმწიფო თუ სახელმწიფოების გაერთიანება. თუ მივდივართ მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ, ну, მოდი ჯერ ეს პოლუსები დავინახოთ, შესაძლო პოლუსები დავინახოთ და მერე იმ შესაძლო პოლუსებს შორის ჩვენი ადგილიც დავინახოთ შესაძლო ასე. დიახ, აბსოლუტურად გისვამთ, მაგრამ დიახ, აბსოლუტურად სწორად ზანეთ, რომ ეს რუსეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა იმ აზრის დანერგვას, რომ მსოფლიო არის მაგრამ მაყოფილები უნდა იყვნენ ახლა. დიახ, ცხადია და ამას არც მალავენ კიდეც, თუ აკვირდებით მათი პროპაგანდისტების გადაცემებს, ბლოგერებს და შემდეგ თვითონ ოფიციალურ წარმომადგენლებსაც კრემლისა, საკმაოდ კმაყოფილები არიან და მე დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტად კმაყოფილები არიან, ვიდრე ამას ხმამაღლა აცხადებენ. დიახ, სწორედ რუსეთმა დაიწყო იმ აზრის პოპულარიზაცია და იმ აზრის მაქსიმალური გავრცელება, რომ სოფლიოში ამერიკა არ არის ერთადერთი პოლუსი და ეგ სხვებიც არიან. ალბათ ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის აღარ იყო ამერიკის შეერთებული შტატების თანასწორი და დაიწყეს იმ აზრის გავრცელება აკადემიურ სივრცეში, მედიაში და შემდეგ, რომ სოფლიოში მარტო ამერიკა არ არის და ეგ სხვა პოლუსებიც არსებობენ. არსებობს რუსეთი, არსებობს ჩინეთი და არსებობს ევროპა. ნუ დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ალბათ არსებობს ასეთი
4 პოლუსი, ამათგან 3 პოლუსი არის მყარად ჩამოყალიბებული ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი, როგორც პოლუსები, რომელსაც ხისტი ძალა უმაგრებს, ხისტი სამხედრო ძალა უმაგრებს ზურგს. რაც შეეხება ევროპას ძალის პოლუსად ჩამოყალიბებისათვის აკლია გარკვეული კომპონენტები, მაგალითად, ევროპა არ არის ერთი სახელმწიფო, ხო? ევროპაში არსებობს რამდენიმე დიდი სახელმწიფო, რომელთა ერთიანობას და კოოპერაციას შეუძლია შექმნას ძალის პოლუსი, მათ შორის ძლიერ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში და ამაზეც იყო საუბარი ბოლო პერიოდში, რომ გერმანიის მთავრობა და უკვე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ახლადარჩეული კანცლერი ფრიდრიხ მერცი საუბრობდა იმაზე, რომ როგორღაც საფრანგეთს გაეზიარებინა ბირთვული ქოლგა გერმანიასთან. ესეც გარკვეულწილად ინდიკატორია იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანდოობა ევროპაში დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რასაც ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს, ეს ასევე გამოიწვევს იმას, რომ ევროპის სამხედრო ინდუსტრია გახდება თვითკმარი. და ამის პირველ ინდიკატორებს უკვე ჩვენ ვხედავთ. ევროპელები ცდილობენ შეამცირონ საკუთარი დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინდუსტრიაზე. რადგანაც ამ ადმინისტრაციის გარკვეული პოლიტიკა ევროპელებს არ აძლევთ მშვიდად ყოფნის საშუალებას. მათ შორის ბოლოს იყო გუშინ გავრცელა თუ არ ვცდები ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეუზღუდა F-16-ების გამოყენება, გარკვეული რაღაც დიახ, და თუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან შენყიდული იარაღს ხო, ანუ გარკვეულ რეპოდების თუ რაღაც ტექნიკურ საკითხზე, მოკლედ F-16-ების ეფექტურობა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ უკრაინასთვის შეზღუდვა, ისინი ვეღარ იყენებენ ის ეფექტურად, როგორც ადრე იყენებდნენ. თუ ევროპელებს ექნებათ მუდმივად იმის შიში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი მათ ისინი ეფექტურად ამ იარაღს ვერ გამოიყენებენ, ეს ავტომატურად იძლევა იმის სტიმულს, რომ ევროპელებმა საკუთარ სამხედრო ინდუსტრიაში ჩადონ რაც შეიძლება მეტი ფული და ძირითადად შეიარაღებას, რასაც მათი შეიარაღებული ძალები მოიხმარენ, ის იყიდონ უშუალოდ ევროპული სამხედრო კონცერნებისგან. ამას დავაკვირდებოდით ჩვენ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ევროპული სამხედრო კომპანიების აქციების ფასები, იგივე გერმანული Rheinmetall, ფრანგული კომპანიები, ბრიტანული კომპანიები. და ამის პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო ინდუსტრია შედარებით შემცირდა მათი საბაზრო კაპიტალიზაცია. მოკლედ ამას და ამ სცენარს რომ გავყვეთ, ახლო მომავალში სავარაუდოა, რომ ევროპა ჩამოყალიბდება საკმაოდ ძლიერ ძალის პოლუსად, რომელსაც იქნება საკუთარი ინტერესების დაცვის გარკვეული ხისტი მექანიზმებით, როგორც არის სამხედრო ძალა. ესე იგი, აქ არ ვიცი ამას უკანა რიცხვით გახსენება ქვია თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ შეუძლებელია არ გაგახსენდეს და არ აღიაროს სულ ცოტა გენერლისა და პრეზიდენტის საფრანგეთის პრეზიდენტის გულისხმობ შარლ დე გოლის გადაწყვეტილება გასულიყო 60-იან წლებში ნატოს სამხედრო კომპონენტიდან. ძალიან ეგეთი რაღაცა არ უქნია, რომ ეხა სამხედრო კომპონენტიდან გავდივარ და სამოქალაქოში ვრჩები, როცა ძირითადად სამხედროა ეს ბლოკი, ხო? და ამ ნატოს სამხედრო კომპონენტიდან გასვლა მას მისცა უფლება და საშუალება დამოუკიდებლად, ნატოსგან დამოუკიდებლად შეიქმნა ბირთვული იარაღი და დღეს არ და მაშინ საბჭოთა კავშირში მაგრა უხაროდათ, რომ აი საფრანგეთი გავიდა და ნატო დასუსტდა და აღმოჩნდა, რომ არა, იმიტომ რომ მე ბირთვულ სახელმწიფოდ ქცეული საფრანგეთი ისევ დაბრუნდა ნატოს სამხედრო კომპონენტში. ამიტომაც ახლა თქვენ ესეც ცხადია, მე უბრალოდ ფართო მსმენელის გასაგონად ვლაპარაკობ. ამიტომაც შეიძლება ამას არავინ არ ელოდა, ან ძალიან ცოტა ვინმე თუ ელოდა, რომ საფრანგეთი შეიქმნებოდა ახალი იმედი ევროპისა, ერთ-ერთი ბურჯი, აი ამ სწორედ სამხედრო კომპონენტის და ბირთვული იარაღისგან თავდაცვის, როგორც ატომური სახელმწიფოს ბირთვული იარაღისგან თავდაცვის ფაქტორი შეიქმნებოდა. ვიცით რა ხო, გერმანიაზე იქნება საინტერესო ლაპარაკი, იმიტომ რომ თუ ხა მსოფლიო წესრიგი იცვლება, მაშინ გერმანიის სტატუსიც უნდა შეიცვალოს, არა? ცხადია. იმიტომ რომ ეს უკაცრავად ამ სიტყვისთვის და მიჯერყვნილი იყოს და არ კონდეს უფლება, თქვა ჯარი განავითაროს და იარაღის წარმოება გააფართოოს, ხა რა ლოგიკით უნდა შეუზღუდო მაშინ? გერმანია არის ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკა. სოფლის ნომერ მესამე ეკონომიკა. მესამეა. მესამედი. იაპონიას გადაუსწრო წინა წელს. ხო,
იაპონია არის მეოთხე ეკონომიკა და არანაირ ლოგიკაში არ ჟდება რომ ამ სახელმწიფოებს ბირთვული იარაღი არ ჰქონდათ. ერთადერთი მიზეზი რის გამოც გერმანია აქამდე ბირთვული იარაღს არ ავითარებდა იყო ის რომ მას იმედი ჰქონდა შეერთებული შტატების ბირთვული ქოლგის. შეერთებულ შტატებში ისე მიდის საქმე რომ არავინ არ იცის გერმანიაზე ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატები მას დაიცავს თუ არა. არავინ გაჩნდა კითხვის ნიშნები შეერთებული შტატების შემაკავებელ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით გერმანიის დაცვის კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მე მაღალი ალბათ რაიმე პოლიტიკური განცხადება გავიგონეთ ჩვენ ისეთი, რაც აი ამ ეჭვს გაამაგრებდა? უშუალოდ გერმანიასთან საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატები გერმანიიდან გაიყვანს თავის სამხედრო შეიარაღებულ ძალებს 35,000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს დღეს გერმანიაში. ხო, ეს გარკვეულწილად ინდიკატორია იმის, რომ 80 წელია მანდარიან რა. დიახ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქ არიან. ასევე რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რატომ უნდა დავეცვათ ჩვენ იაპონია, თუ იაპონიას არ აქვს იმის ვალდებულება, რომ ჩვენზე თავდასხმის შემთხვევაში იაპონია ჩვენ მოგვაშველოს საკუთარი შეიარაღებული ძალები. ეგ ხო უკაცრად 1000 ბოდიში თქვენთან, სპენდელთანს და აუცი ამერიკელ ხალხთანაც თუ კიდევ არა მაგის თქმა ხო ახლა ამერიკისგან აბსურდია ეს იაპონია როგორიც არის იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდოდა რომ ასე ყოფილიყო რა. დიახ, ცხადია კონსტიტუცია თვითონ ამერიკელებმა შექმნეს რომელიც შეიარაღებული ძალების ყოლას უგზელავს. მართალია იაპონია მოახერხა და გარკვეულწილად გვერდი აუარა ამ კონსტიტუციურ შეზღუდვებს და საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალები აქვს, რომელსაც ოფიციალურად შეიარაღებული ძალები არ ჰქვია. როგორ აქვია? თვითდაცვითი ძალები, self defense forces are თავდაცვის ძალები, თვითდაცვითი ხო. და მას შორის საკმაოდ ძლიერი იაპონია ალბათ სამხედრო ფლოტის სიძლიერით შედის ტოპ 5 სახელმწიფოში. გინდა თვითდაცვითი საზღვაო ძალები დაარქვი და გინდა სამხედრო ფლოტი, ფაქტია რომ საკმაოდ ძლიერი სამხედრო ფლოტი აქვს. ხო, აქედან გამომდინარე ბუნებრივია კითხვის ნიშნები რჩება შეერთებული შტატების მოკავშირეების როგორც სანდო მოკავშირის სტატუსთან დაკავშირებით. ხო, აქედან გამომდინარე ეს გარკვეულწილად აძლევს ბიძგს იაპონიის და გერმანიის მსგავს სახელმწიფოებს, რომ მათ ფიქრი დაიწყონ საკუთარი ბირთვული შეიარაღების საწარმოებლად. იგივე ფრანგული ბირთვული ქოლგაც გერმანიის უსაფრთხოებას ისე ვერ უზრუნველყოფს, როგორც მაგალითად გერმანიის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღი, ხო? აი რა მოხდება ჰიპოთეტურად იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც მტრული ძალა მხოლოდ გერმანიას დაარტყამს ბირთვულად და არ დაარტყამს საფრანგეთს. უპასუხებს საფრანგეთი ასეთ დარტყმას? ხო, არ ვიცით, ეს ხომ ვარაუდის საკითხია. და უსაფრთხოება ესეთი საკითხია, რომელსაც ვარაუდებზე ვერ დააფუძნებ, შენ მყარი გარანტიები გჭირდება. აქედან გამომდინარე, მე პირველი რაც ვიფიქრე აი ამ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის რიტორიკის მისი პოლიტიკიდან გამომდინარე, ან პირველი რაც ვიფიქრე იყო ის, რომ ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებდა ბირთვულ გავრცელებლობას. ისეთი სახელმწიფოები როგორიც არიან გერმანია, იაპონია, სამხრეთ კორეა, პოლონეთიც და უკრაინაც მათ შორის პირველი არიან ის სახელმწიფოების რიგში, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის შექმნა და რომლებსაც აქვთ უკვე იმის ერთგვარი мотивация რომ შექმნან ბირთვული იარაღი. გერმანიას და იაპონიას ძალიან მარტივად შეუძლიათ ალბათ ერთი წელიც არ დასჭირდებათ რომ მათ საკუთარი ბირთვული შეიარაღება შექმნან. ასევე ბირთვულ გავრცელებლობას ძალიან დიდ ზიანს აყენებს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციები, რომელსაც ირანმა ვერ უპასუხა ისე, როგორც ირანის როგორც ირანის ლიდერებს უნდათ რომ ატომს იყენებს ისრაელი? არა, ისრაელმა ხომ რამდენიმე სპეცოპერაცია განახორციელა ირანელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და მათ შორის სპეცოპერაციები განახორციელა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, რაც ირანის პრესტიჟისათვის ძალიან სერიოზული დარტყმა. ისრაელი ბირთვული სახელმწიფოა. ირანი ბირთვული სახელმწიფო არ არის. და რადგანაც ირანი ბირთვული სახელმწიფო არ არის, ის შეზღუდულია რომ ისრაელს გასცეს სათანადო პასუხი. ხო, აქედან გამომდინარე, ეს ირანს აძლევს იმის мотиваციას, რომ მან შექმნას ბირთვული იარაღი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანი ბირთვული იარაღს შექმნის. ყოველ შემთხვევაში ამის მაღალი ალბათობა არსებობს. მე ვერ წარმომიდგენია რა უნდა გააკეთონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ შექმნას. ამის ერთადერთი ვარიანტი არსებობს, მხოლოდ ირანში უშუალოდ სამხედრო ინტერვენცია და იქ რეჟიმის ცვლილება, ისე როგორც მოხდა მაგალითად ერაყში, სადამ ჰუსეინის დამხობა. ხო, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. იქ საჰაერო იერიშები რო განახორციელდა ირანის ბირთვული ობიექტები და ბომბო, ეს მხოლოდ რამდენიმე წლით გადაავადებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. ისინი
ახალ ობიექტებს გახსნიან, უფრო ხრმად ჩავლენ მიწაში, უფრო დაცულ ადგილას გადაიტანენ თავიანთ ობიექტებს და უფრო გააძლიერებენ მცდელობას იმ მიმართულებით, რომ მათ ბირთვული იარაღი შექმნან. და თუ ირანი შექმნის ბირთვული იარაღს, ეს ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ რეგიონში საუდის არაბეთი შექმნის ბირთვული იარაღს და თურქეთიც მაღალი ალბათობით დაიწყოს მუშაობას იმაზე, რომ კონდეს ბირთვული იარაღი. სხვა მხრივ ბალანსი ძალიან მორღვეული იქნება ამ სახელმწიფოებს შორის. მოკლედ ძალიან სახიფათო რეალობაში შევაბიჯეთ და ნაცვლად იმისა, რომ შეერთებული შტატების ეს ახალი ადმინისტრაცია მუშაობდეს იმაზე, რომ ბირთვული გავრცელების მიმართულებით საფრთხეები, რომელიც გაჩნდა, შემცირდეს, პირიქით მისი პოლიტიკა და მისი რიტორიკა უფრო მეტ ბიძგს იძლევა იმ მიმართულებით, რომ ბირთვული გავრცელების ხელშეკრულებამ პრაქტიკულად აზრი დაკარგოს. რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, მინდა გითხოთ. ეს ბიძგი საერთაშორისო სისტემის გადალაგებისკენ, ცვლილებისკენ გამოიწვია უწინარესად შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის არჩევა? ასეა? ახლა რაღაცა კიდე სხვა ფაქტორები, რომელიც შეიძლება არანაკლებ ძლიერი იყოს ერთობლივობაში, ვიდრე ტრამპის არჩევა ამერიკაში. ჩვენ თუ დავაკვირდებით მაგალითად წინა ადმინისტრაციის მარტივად როდესაც ვისი ბრალია რა, თუ კი ესე ხდება. ადმინისტრაციის სულები, ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არის ამაში მთავარი, ასე ვთქვათ, განმაპირობებელი ფაქტორი, იმიტომ რომ თუ ავიღებთ მაგალითად წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას, წინა ადმინისტრაციასაც ჰქონდა დასაწყისში და უშუალოდ უკრაინაში ინტერვენციამდე წინა ადმინისტრაციას მუშაობდა იმაზე, რომ ძირითადი ყურადღება ჩინეთის შეკავებისგან ყოფილიყო გადატანილი. თუმცა რუსეთის ომმა უკრაინაში აი ამ არნახულმა სისასტიკემ, აი ამ არნახულმა საფრთხემ, რომლის წინაშეც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა პრაქტიკულად, შეერთებულ შტატებს აიძულა, რომ მეტ ყურადღება დაეთმო. როგორ არ ყოფილა ახლა? კი არ გეკამათებით, უბრალოდ იუგოსლავიაში რაც ხდებოდა 90-იან წლებში, სისასტიკის ხარისხით არ ჩამო მასშტაბით, მასშტაბით სისასტიკე უკაცრავად და არა, სისასტიკეც ხადი არ ჩამოვარდებოდა, უბრალოდ მასშტაბი იყო განსხვავებული და უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მიყენებული ზიანი არის განსხვავებული ხარისხის აი ამ რუსეთის ხელახალ ინტერვენცია შეჭრაში უკრაინის წინააღმდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია აბსოლუტურად ადეკვატურად მიხვდა, რომ თუ რუსეთს ამას გაუტარებენ, ეს კიდევ უფრო გათაფხდება მომავალში და შეიძლება უკვე ნატოს წევრ სახელმწიფოებზეც გაიწიოს. რასაც სხვადასხვა არ მალავს რუსეთის სახელმწიფო, ერთ-ერთი ინტერვიუ იყო რუსეთის ელჩისა ბრიტანეთში, ალბათ ნახეთ, არ ვიცი, სადაც ჟურნალისტმა მათ ვერაფრით ვერ ამოათქმევინა, რომ ბალტიისპირეთის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციას არ დაიწყებს, რაღაც ჰიპოთეტურ სამხედრო ოპერაციას არ დაიწყებს მომავალში. ხო, ცხადია, რუსეთის შეკავება იქცა იმაზე უფრო პრიორიტეტულად ამ ბოლო პერიოდში, ვიდრე ჩინეთის შეკავება, იმიტომ რომ მთავარი სამხედრო საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისა და ევროპის უსაფრთხოება შეერთებული შტატების უსაფრთხოებასთან ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მნიშვნელობა არ აქვს ამას, აღიარებს თუ არა ეს ადმინისტრაცია. მიხვდა ბაიდენის მთავრობა, ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ საჭირო იყო რუსეთის მოთოკვა მაქსიმალურად. როგორც ჩანს, ამ ადმინისტრაციას განსხვავებული მიდგომა აქვს და არ ვიცი, ეს განსხვავებული მიდგომა ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით, ძალიან სახიფათოს ხდის საერთაშორისო ვითარებას. შეიძლება თუ არა ასე გავხედოთ უახლოეს წარსულს, იქიდან გამომდინარე, რაც ახლა თქვენ თქვით. თუ კი ბაიდენის ადმინისტრაციის ხედვა რუსეთის იყო განსხვავებული დღევანდელი ადმინისტრაციის ხედვისაგან, რომელიც რუსეთს არ აღიქვამს იმ რანგის საფრთხეთ, რა რანგის საფრთხედაც წინა ადმინისტრაცია აღიქვამდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროპას უწევს შეცვალოს თავისი ხედვა რუსეთის მიმართ, ან ევროპას ხედვა იგივე რჩება და ქმედება შეცვალოს. ევროპა თქვენი აზრით აქამდე მინდობილი იყო ამერიკის უსაფრთხოების ფარს და მაინც თავის ძალებსა და რესურსებს არ ახმარდა კონტინენტურ უსაფრთხოებას და ეხლა როგორც უსებეთ ყველას პახვაწილის, ანუ თავი მოიფხანეს და გადაეწყობიან თავდაცვის და უსაფრთხოების ისეთ სისტემების აწყობაზე, რაც მათ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე არ გაუკეთებიათ?
ჩვენ თუ კარგად დავაკვირდებით მოვლენებს, ნახავთ, რომ ახალი არაფერი არ ხდება. ევროპაში ყოველთვის მაგალითად პირველ მსოფლიო ომსა და მეორე მსოფლიო ომის შორის პერიოდშიც, როდესაც შედარებით მშვიდობიანი პერიოდი იყო, ევროპული სახელმწიფოები, თუნდაც ისეთ დიდი სახელმწიფოები, როგორც მაშინ იყო ბრიტანეთის იმპერია და საფრანგეთის იმპერია, სამხედრო ხარჯებს ამცირებდა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს. აი, ბოლო 30 წლიანი პერიოდი, 2014 წლამდე ევროპაში იყო საკმაოდ მშვიდობიანი პერიოდი, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ რაღაც მეორე მსოფლიო ომთან შედარებით მცირე ომებს ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც საერთოდაც არ აღიქვამდნენ ევროპის პრობლემად მაშინ ჩვენ და სამწუხაროდ. ხო, აი 2022 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ, როდესაც უშუალოდ საკუთარ კარის ზღურბლთან იგრძნეს ომი ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ დაიწყეს საკუთარი თავდაცვის ხარჯების გაზრდა. ისე არ არის, რომ თქვათ, რომ არაფერს გაკეთება არ დაუწყეთ, მათ დაიწყეს საკუთარი თავდაცვის ხარჯების ზრდა. მაგალითად 2014 წელს სულ თუ რამდენიმე სახელმწიფო იყო ისეთი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავდა თავდაცვაზე, დღეს მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოა ისეთი, რომელიც არ ხარჯავს 2%-ზე მეტს თავდაცვაზე. ერთია კანადა, არის ესპანეთი და იტალია და პორტუგალიაც მგონი, რომლებიც ძალიან შორს არიან რუსეთიდან, ხო? ძირითადი ძალები ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია მათ შორის 2%-ს ხარჯავენ. პოლონეთი 3%-ზე მეტსაც კი ხარჯავს. მგონი ესტონეთიც 3%-ზე მეტს ხარჯავს, ხო? გარკვეულწილად, როდესაც ეს ასე მუშაობს, როდესაც საფრთხეები იზრდება და საფრთხეები ჩნდება, სახელმწიფოებს უჩნდებათ იმის мотиваცია, რომ საკუთარი სამხედრო ხარჯები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაზარდონ. ევროპული სახელმწიფოები ამას მიყვებიან. უბრალოდ შეერთებულ შტატებს რაც უნდა რომ ეს 30 წელს განმავლობაში ძალიან დასუსტებული სამხედრო ინდუსტრია და შეიარაღებული ძალები უცებ ერთ წელში, უცებ გაიზარდოს ან ორ წელში ასე უბრალოდ ფიზიკურად არ ხდება. ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეერთებული შტატები ევროპელებისგან განსხვავებით 2%-ზე მეტს ხარჯავდა თავდაცვაზე, არის ის, რომ ევროპელი ქვეყნებისგან განსხვავებით შეერთებული შტატები არის სუპერ სახელმწიფო და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მას აქვს საკუთარი ინტერესები. შეერთებული შტატები ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით ბოლო წლების განმავლობაში იყო რამდენიმე ომში ჩართული, იქნება ეს ერაყის წინააღმდეგ ომი, იქნებოდა ეს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, შეერთებული შტატებს ევროპისგან განსხვავებით აქვს ასობით სამხედრო ბაზა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და ეს ფიზიკურად არ შეუძლია მას, რომ დახარჯოს 2%-ზე ნაკლები საკუთარ თავდაცვაზე. ევროპელებს მსგავსი არაფერი ქონიათ, თითქმის და შესაბამისად мотиваციაც არ ქონიათ, რომ ამდენი ეხარჯათ. ახლა გაუშვათ мотиваცია და ევროპელებმა 2022 წლიდანვე დაიწყეს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. დიახ, და ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უკვე კიდევ უფრო აუჩქარეს ტემპებს, რადგანაც ეჭვები გაუჩნდათ შეერთებული შტატების სანდოობასთან დაკავშირებით. მოდი დავინახოთ რამდენიმე ალბათობა იმისა, არ მინდა მაინც ერთზე ვილაპარაკოთ, რამდენიმე ალბათობა იმისა, თუ სად შეიძლება მოხდეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემებს შორის. ყველაზე უარესი სცენარით რომ დავიწყოთ, საქართველოს სამწუხაროდ ვერცადაც შეიძლება ვერ მოხდეს და იქცეს რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ, ესეც სახელმწიფოდ როგორც არის მაგალითად ბელარუსი, ხო? ბელარუსს დღეს პრაქტიკულად ნულამდე აქვს შეზღუდული საკუთარი სუვერენიტეტი. ის საკუთარ საგარეო და თავდაცვით პოლიტიკას, უსაფრთხოების პოლიტიკას რუსეთისგან დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს. იგივე 2022 წელს, როდესაც ბელარუსიდან რუსეთმა შეუდია უკრაინას, დარწმუნებული ვარ ლუკაშენკოს ძალიან არ უნდოდა, რომ საკუთარი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოეყენებინა რუსეთს, მაგრამ მას არჩევანი უბრალოდ არ ქონდა. იმის გამო რომ მისი სუვერენიტეტი არის მაქსიმალურად შეზღუდული. ყველაზე უარეს შემთხვევაში საქართველოსთვის არის განვითარების აი ეს სცენარი, როდესაც ვერ ვიტყვი, რასაც ეძახიან თვითმყოფობას, თავისთავადობას და სიტყვებს. თქვენ ჩემგან განსხვავებით საბჭოთა კავშირში გიცხოვრიათ და ისეთ რომ საბჭოთა კავშირში და ისეთ რომ საბჭოთა კავშირში ქართული ნაციონალიზმი იყო შეზღუდული, ქართული ნაციონალიზმი და თვითმყოფადობა იყო შეზღუდული ხაჭაპურით, ხინკალით, ღვინოთი, ცეკვით და სიმღერით, ხო? დაახლოებით მსგავსად შეიძლება განვითარდეს ყველაზე უარეს შემთხვევაში ჩვენთვის სცენარები. ყველაზე კარგ შემთხვევაში შეერთებული შტატები ბოლომდე ვერ გადის უკრაინიდან, მაგალითად რუსეთი აყირავებს მოლაპარაკებების მაგიდას, შეერთებული შტატებს არჩევანი არ არჩება, რომ გააგრძელოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთი საბოლოოდ დამარცხდეს ევროპასთან ერთად. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე მასშტაბით გაუწევს შეერთებული შტატები უკრაინას მხარდაჭერას, მაგრამ სრულად მისი იზოლირება კონფლიქტიდან ვერ მოხდება, თუ რუსეთი აყირავებს მაგიდას შეერთებულ შტატებს, მაინც მოუწევს. რა მოტივით შეიძლება რომ აყირავს? რუსეთმა
ჩვენ ზუსტად ვიცით რუსეთს რა უნდა. ხო, შეიძლება ვიღაც დასავლეთ ევროპელებმა ან ამერიკელებმა თავი მოიტყუონ ან სხვანაირად იფიქრონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით რუსეთს რა უნდა. იგივე ნატოს თემა არ ყოფილა ის თემა, რის გამოც უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, ხო? ამას მე არ ვამბობ 2022 წლის ინტერვენციის შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პენსიაზე გასულმა დიპლომატებმა, რომლებიც რუსეთში მუშაობდნენ, ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი, რომ ჩვენ რუსეთს დავუთმეთ ყველაფერი. დახურულ კარს მიღმა ჩვენ რუსეთს მივიცით გარანტიები, რომ უკრაინას ნატოში არ მივიღებდით. მას ყველანაირი გარანტია ჰქონდა. იგივე ჟურნალისტებთან შეხვედრისას გერმანიის რატო უთმობდნენ ამას რა? ეგონათ რომ მართლა რუსეთის ლეგიტიმური ინტერესი იყო, რომ უკრაინა არ გაწევრიანებულიყო ნატოში და თუ რუსეთს ამ გარანტიას მისცემდნენ, ისინი ომს აირიდებდნენ თავიდან და ასეთი მასშტაბური ომი არ მოხდებოდა. რაც აღმოჩნდა წმინდა წყლის რაღაც ტყუილი იმედები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის მოტივები უკრაინაში ინტერვენციისას არ ყოფილა ნატოს არ გაფართოება. ხო, თავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა არის ის, რომ უკრაინა ომამდე იყო 40 მილიონიანი სახელმწიფო, უკრაინას ჰქონდა ძლიერი სამხედრო ინდუსტრია, უკრაინამ 2014 წლის შემდეგ დაიწყო ძლიერი ჯარის შეიარაღებული ძალების მშენებლობა. ბუნებრივი რესურსები, რუსეთსაც არ აკლია, მაგრამ აი სანამ სახმელეთო ხიდს გაჭრიდა, მოკლედ ოფიციალურად საერთაშორისო აღიარებული საზღვრებით უკრაინას აქვს ყველაზე დიდი საზღვაო ზოლი შავ ზღვაზე, მოკლედ უკრაინის სამხედრო ინდუსტრია შეუძლია აწარმოოს ყველაფერი, დაწყებული სამხედრო გემებიდან დასრულებული ტანკებით და რაღაც უბრალოდ იარაღზე და ტყვიებზე არ არის საუბარი. ძალიან ესეთი ძლიერი სამხედრო ინდუსტრია ერგო უკრაინას საბჭოთა კავშირის დასრულების შემდეგ მემკვიდრეობით. ხო, ეს არის ძირითადი მიზეზი. კონკურენცია ხედავდა უკრაინაში რუსეთი. მე ასეთ თეორია მაქვს, არ ვიცი ვერაფრით ვადასტურებ, ჯერა რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო 2019 წელს, როდესაც უკრაინის ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია. უკრაინა უკვე 2014 წლის შემდეგ ვითარდებოდა, ყალიბდებოდა კონსოლიდირებულ ერად, რომლის ეროვნულობის განსაზღვრის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ანტირუსული სენტიმენტები. ომის გამო, აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ანექსიის გამო. 2002 წლის ომმა ეს ანტირუსული სახელმწიფოებრივი და არაეთნიკური თვალსა ესეთი. დიახ, სახელმწიფოებრივი და არაეთნიკური, იმიტომ რომ მაგალითად უკრაინაში მცხოვრები რუსებიც იყვნენ, ხა მე არ ვიძახი ტოტალურად ყველანი, რიცხვები არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსების ნაწილი, მოდი ესე ვთქვათ, იყო უკრაინის სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერი და უკრაინის პატრიოტი. უფრო მეტიც გენერალი ოლექსანდრ სირსკი ეთნიკურად რუსია. ხო, აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ავტოკეფალიის მოპოვება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ რუსეთისთვის იყო, პუტინისთვის პირადად იყო ალბათ სიგნალი, რომ აი ცოტაც და შეიძლება საბოლოოდ დამისყლეს ხელიდან და მე ვერ მოვერებ, იმიტომ რომ თუ უკრაინამ ასე გააგრძელა საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება და ასე გაძლიერდა, ის იმდენად ძლიერი კონკურენტი იქნება ჩემთვის, რომ ისი გადაყოფა გამიჭირდება. ერთგვარად საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებებში ამას ეძახიან წინმსწრებ დარტყმას, ხო? პრევენციულ დარტყმას შეეცადა იქამდე დაერტყა, სანამ უკრაინა საბოლოოდ მოძლიერდებოდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკრაინა საკმაოდ ძლიერი იყო საიმისოდ, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ეს არის თავარი მიზეზი იმ ომისა, რა ომსაც თუ რუსეთი არ აღმოჩნდა ისე ძლიერი, როგორადაც კუნთებს აჩვენებდა. ალბათ ორივე, ხო, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ემიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, ხო, ომის პირველ დღეებში, რომ აი იგივე დასავლური დაზვერვა და სამხედრო ექსპერტები საუბრობდნენ, რომ აი რამდენიმე დღე და რუსები კიევს აიღებენ და შემდეგ ზელენსკის პირდაპირ მასაცკის დავაზდობდნენ, რომ უკრაინიდან უსაფრთხოდ გამოგიყვანს. კაცო, რისი ექსპერტები არიან ეგენი მას შემდეგ რა. დიახ, ხო, ცხადია, თან როგორ შევეხა, მაგრამ მოусმინო მაგის მერე და რამე დაიჯერო. დიახ, თან თუ დავაკვირდებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში 2020 და 2022 წლებში დასავლური დაზვერვა შეცდა ორჯერ, ძალიან უხეშად. პირველად, როდესაც თქვეს, რომ 6 თვე გაძლევს ავღანეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების გაშლის შემდეგ და 6 თვე კი არა, ლამის ერთ კვირაში ჩამოიშალა და მეორე, როდესაც უკრაინის შემთხვევაში ამბობენ, რომ ბოლო გასვლას გამო. დიახ, აი შეერთებული შტატებმა დიახ, ზუსტად მაშინ ამბობდნენ, რომ აი 6 თვე და ახლობით გაძლევს იმდენი შეიარაღება დაუტოვეთ იმდენი. ეგრევე მივიდნენ თალიბები მიბრუნდნენ. დიახ, რამდენიმე დღეში პრაქტიკულად დაემხო ხელისუფლება და იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა ავღანეთი. და ავღანი ხალხი რა დღეში ჩავარდა,
რაღაც ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ის ხალხი, რომლებიც პროთალიბურად არ იყვნენ განწყობილი ასე ვთქვათ. თუმცა საბოლოო ჯამში ესენი მაინც უმცირესობაში არიან ავღანეთში ასე გამოჩნდა. მოკლედ ეს სხვა თემაა. მეორეჯერ შეცდა უკრაინის შემთხვევაში ეს მთელი დასავლური დაზვერვა დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული ევროპული დაზვერვით, ხო? რომ რაღაც ამბობდნენ რომ რამდენიმე უკრაინას შანსი არ აქვს, რამდენიმე დღეში კიევი დაეცემა, რუსები კიევს აიღებენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ რამდენიმე დღეში დაეცემა კი არა, მეოთხე წელია ომი მიმდინარეობს და რუსეთს არც ერთი სტრატეგიული მიზნისთვის არ მიუღწევიათ. სიმართლე გითხრათ, მაშინ როდესაც ომი დაიწყო, რაღაც უფრო ორ ადამიანს შორის საუბარს ემსგავსება ეს მონაკვეთი ვიდრე განაცემას, მაგრამ როდესაც ომი დაიწყო და ლაპარაკობდნენ რომ 3 დღეში ავიღებთ ღმერთო ჩემო უკრაინა რა გახდა და ეს მათ შორის მე უფრო პროპაგანდისტებს უსმენდი მაშინ, იმიტომ რომ არ ვიცოდი ვინ იყო სანდო ექსპერტი სამხედრო პოლიტიკაში და პროპაგანდისტებს იცოცხლე ხა იქ რას ამბობდნენ. კარგად მახსოვს, მე მახსენდებოდა ეს ქვეყანა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, საქართველო, რომელიც ახლა რამდენჯერ პატარა უკრაინაზე, რამდენჯერ სუსტი იყო რუსეთზე და მძიმე სათქმელია ეს, მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ, 92-93 წლებში რუსეთთან ომი, რუსეთს წელიწადზე მეტი დაჭირდა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ომი მოეგო აფხაზეთში. და ახლა ეს საცა პატარა საქართველოს წელიწადს ანდომებ დასამარცხებლად, ხო? იქ საქართველოზე რამდენჯერმე დიდ უკრაინას 3 დღეში როგორ აიღებ ეს გასაგები იყო რომ ეგრე არ მოხდებოდა რა. მაშინ მე ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდი მაშინ. მაგრამ ნუ ეხა პროგნოზი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ომი ნამდვილად არ მქონდა. და ეხაც რომ შეხედო ამ ომს, ვერ იტყვი რომ ეს მალე დამთავრდება. კაცმა არ იცის ეს ხანს გასტანს. აი აფხაზეთის ომი ახსენეთ და ჩვენ ხო გვახსოვს აფხაზეთის ომში ორჯერ გავაფორმეთ რუსებთან ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმება. და ორივეჯერ გადაგვაგდეს პირდაპირ. ნუ გადაგვაგდეს ცოტა რბილი ნათქვა, მიგაკეთე ორივე შემთხვევაში ქართველების წინააღმდეგ გენოციდი მოყვა, აი იმ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევას გვეწყოდა, რა მოყვა ეხლა. და უკრაინელები ძალიან კარგად იცნობენ ჩვენ მსგავსად რუსებს და მათაც იციან რუსეთის უკრაინელების გვერდით ცხოვრობს ეს ხალხი, ვინც ეს არ დაიჯერა და აი ეგ არ მესმის რა. ხო, ეს მსოფლიო ხო არ არის მართლა იმ ხელა და ისე დიდი არ არის რომ ვერ დაინახო სხვისი გამოცდილება, ვერ დაინახო სხვისი ისტორია და ის რაც თქვენ ბრძანეთ დღევანდელი ჩვენი საუბრისას, როდესაც ახსენებდით დასავლური ევროპული ქვეყნების დაზვერვის პროგნოზებს, ასე ვთქვათ, რა იქნებოდა და როგორ რუსეთი რას არ გააკეთებდა. ხო, აი ეგ დღემდე არ მესმის, როგორ დაუშვეს ესეთი მცდარი გათვლა პროგნოზი და როგორ აქციეს თავიანთი შეხედულებები ინფორმაციათ რა. რომელიც აღმოჩნდა ცრუ ინფორმაცია, სრული. ხადი ეგონათ რომ აი თუ კრემლი ამბობს რომ ჩემი ლეგიტიმური ინტერესი არის ეს რომ ნატო მეტად აღარ გაფართოვდეს და თქვენ თუ ამას შეასრულებთ მეომებს არ დავიწყებთ გამოდის რომ სიტყვაზე ენდნენ ან დაიჯერეს ან რაღაც ლოგიკა ნახეს ამ რუსეთის ამ ნათქვამში და ნუ ენდნენ და აღმოჩნდა რომ ეს სინამდვილეში საქართველოს მოსახლე პრეზიდენტი კი როგორც თქვა ზაღლის ყბა ქონდა გამომული და ყველგან ამბობდა რომ რუსეთი რასაც ამბობდა პრინციპში ის გააკეთა იმიტომ რომ მას ნაწუნები ქონდა ამ ქვეყნის. იგივე ჩვენი მაგალითიც ხო ჩვენც. ჩვენი მაგალითიც ხომ იყო არა ამ ევროპელების თვალწინაც 90-იან წლებში, ანუ იდეაში რომ თქვა 3 ომი ქონდა რუსეთის წინააღმდეგ, აი ეს თბილისის ომს რასაც ეძახიან იდეაში, ეგეც იყო რუსეთის ადგილობრივი პაიკების მიერ დაწყებული ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში იყო რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ. ომი აფხაზეთში იყო რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ და ამ პერიოდში საქართველოს არათუ გაცხადებული ქონდა ნატოში წევრობის მიზნები 2002 წელს განაცხადა არანაირი მიზანი გაცხადებული არანაირი მიზანი არ ქონია საერთოდ არ ვიცოდით ჩვენი საგარეო პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო. როდესაც ომი დაიწყო აფხაზეთში მგონი გაეროს წევრის კი არ იყო საქართველოს მაშინ. იყო 31 ივლისს გავხდით გაეროს წევრი და 2 კვირაში დაიწყო. დიახ, ხო. აი სამოქალაქო ომის დაწყებისას, როდესაც რუსეთმა თავისი ადგილობრივი აგენტურის და თავისი რაღაც ზოგი კრიმინალის, ზოგი რაღაც შავმნელი ადამიანების ჯგუფების საშუალებით დაიწყო ომი საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, მაშინ ნამდვილად არ ვიყავით ჩვენ გაეროს წევრები და საერთოდ არც ვიცოდით ჩვენი საგარეო პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო არათუ ნატოს წევრობა ან ევროპის კავშირის წევრობა მაშინ ხო
იგივე მოლდოვაში რაც გააკეთეს, ხო, მოლდოვას ნეიტრალიტეტი ეწერა კონსტიტუციაში, ხო, მაგრამ არ შეაჩერა რუსეთი ამან. იგივე რასაც უკრაინისგან ითხოვენ ახლა ისევ რომ რამდენიმე მიზანი აქვს გაცხადებული რუსებს უკრაინაში, ეს არის უკრაინის დემილიტარიზაცია, ანუ შეიარაღებული ძალების ძალიან მიზერულ დონემდე დაყვანა, უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განადგურება, დენაციფიკაციას, რასაც ეძახიან იდეაში, ეს არის შენიღბული მოთხოვნა, რომ ზელენსკი და მისი ხელისუფლება, ნაციონალისტური ხელისუფლება, პატრიოტული ხელისუფლება უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს პრორუსული ხელისუფლება და იქ არის ერთი ძალიან საინტერესო მოთხოვნა, რომელიც დეკემბერში 2021 წლის დეკემბერში განაცხადა რუსეთმა, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის სტატუს კუოს. 1997 წელს არც პოლონეთი ნატოს წევრი, არც საერთოდ არავინ, ხო, აღმოსავლეთ გაფართოება 97 წელს შემდგარი არ არის. ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრი სახელმწიფოები არ არიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, ხო? ზუსტად ეს მოთხოვნები რუსეთის არის უცვლელი. ხო და აი თქვენს წინა კითხვას რო დაუბრუნდეთ, რატომ გონია რომ რუსეთი შეეცდება მაგირის აყირებას, აი ასეთი არარეალური მოთხოვნები მას შეიძლება წამოაყენონ, რასაც უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება. და არც უნდა დათანხმდეს, იმიტომ რომ ეს არის გარანტირებულად უკრაინის სიკვდილი მომდევნო მაქსიმუმ 2-3 წლიან პერიოდში. თან მოდი ისიც გავიხსენოთ და ამით დავამთავროთ. გადაცემა რომ ჩვენ გულისხმობთ მოქალაქეებს, ვისაც ისტორიული მეხსიერებაც მოყვება და ისტორიაც ცოტათი ვიცით, ჩვენ გვინახავს არაერთხელ მე-20 საუკუნეში კუდამოძუებული და დამარცხებული რუსეთი. იქნებოდა ეს მცირე ომები, იქნებოდა ეს ცოტა უფრო მნიშვნელოვანი მასშტაბის მქონე კონფლიქტები. ესე რომ უკრაინის პოლიტიკა არ ეშინოდეს რუსეთის და მაგრად დაუდგეს მას, როგორც ჩანს ეს არის ერთადერთი პრინციპულად სწორი პოლიტიკა არის ამ ქვეყანასთან გასამკლავებლად. ის თუ წინააღმდეგობას ხვდება, შეიძლება არ შეგეპოვოს, მაგრამ ბოლო შეიძლება მას ძლიო. იმიტომ რუსეთთან კომპრომისებით არასოდეს არაფერი არ გამოდის სასიკეთო იმისთვის, ვინც ამ კომპრომისს უშვებს. აი დასავლურმა დაზოვრებამ ეგ რატო ვერ დაინახა და რატო ვერ გათვალა, ეგ დარჩება სულ გამოცანად ჯერს. იმიტომ რომ არ მინდა რაღაც შეთქმულების თეორიებს მივყვეთ და რაღაცები ვივარაუდო, ისი ფაქტობრივი საფუძველი საერთოდ არ მაქვს. კარგი, მე არ მოდი მაინც ერთ-ერთი კითხვა კიდევ შეიძლება. ეგ ორი ვარიანტი დაინახეთ, მარტო საუკეთესო ვარიანტი საქართველოსთვის და ყველაზე ცუდი თუ კიდე რაღაც შეიძლება. ესე საუბარი რთულია, ხო, ბევრ ამაზეა დამოკიდებული, მას შორის დამოკიდებულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. მე ასე ვიტყოდი, აი ჩვენ ბოლო დროს ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა მესმის რომ ოღონდ ვერ გავიგე რა ფაქტობრივი საფუძველი აქვს ამ გამოთქმას და როგორ ასაბუთებენ მას. რომ თითქოს თურქეთმა აიღო ხელში კავკასიის, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების რაღაცა დაცვა. და თქვენ ხედავთ ამის რაღაცა ან რეალურ გახორციელებას. სამხრეთ კავკასიის რამდენად არის, აზერბაიჯანის ნამდვილად, ხო, აზერბაიჯანმა რაც გააკეთა და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა სამხედრო ძალით, მათ შორის მეორე შემთხვევაში უხეშად რომ თქვათ, ფეხებზე დაიკიდა რუსეთის სამშვიდობო ძალები, ამას თურქეთის გარეშე ვერ გააკეთებდა, მაგრამ აი სამხრეთ კავკასია რომ თურქეთმა აიღო საკუთარ თავზე, არ ვიცი, ალბათ არის რაღაც პოტენციურად რუსეთთან ახალი ომისგან რაღაც ფსიქოლოგიურად თავის დაღწევის საშუალება, არ ვიცი, რაღაც უბედო იმედებს რომ არ არის ხადი. პირიქით თურქეთ და აზერბაიჯანი ძალიან ახლო თანამშრომლობას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ აი ამ თურქეთის დასაბალანსებლად პირიქით რუსეთს იმის мотиваცია აქვს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ღია ომი დაიწყოს. ხო, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ არ ჭირდება ეს ამ ხელისუფლების წევრებში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ჩავთვალოთ რაღაც ძალიან კომფორტულ პარტნიორად რუსეთისათვის. დიახ, ხო, იმიტომ რომ თუ რუსეთს უნდა თურქეთის დაბალანსება, დარწმუნებული ვარ, კრემლში უკვე ამუშავებენ იმ სცენარებს, თუ როგორ აღადგინონ ბათუმში და ახალქალაქში საკუთარი სამხედრო ბაზები, დიახ. როგორ დააბრუნონ მარნეულში რუსი ჯარისკაცები და ასე შემდეგ. ხო, ანუ საფრთხეები ძალიან დიდია ჩვენთვის და სამწუხაროა რომ ამაზე არ მუშაობთ და ხო, აი თქვენს კითხვას რომ მიუბრუნდე, თუ ქვეყნის შიგნით ჩვენ რამენაირად ვერ მივალთ კონსენსუსამდე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დავიცვათ
და არა ერთი კონკრეტული პარტიის პარტიული ინტერესები, ჩვენ არასოდეს არ გვეშველება, ასე ვიტყოდი, რომ აი როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ვეჭობ რომ ჩვენ რაიმე გვეშველოს. თუ საკუთარი პრიორიტეტებზე ჩვენ თვითონ არ ვიმუშავეთ და საკუთარ ეროვნულ პრიორიტეტებს ვამჯობინეთ პარტიული ინტერესები, მაშინ სამწუხაროდ ჩვენი საშველი არ ჩანს ჰორიზონტზე. მადლობა გიორგი, ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ფონდის მკვლევარი. გადაცემა ამით სრულდება და ამით გემშვიდობებით. თეა ბიჭაშვილი, გადაცემის ხმის რეჟისორი, ლელა ვაშაკიძე გადაცემის რედაქტორი, დავით ბაიჭაძე წამყვანი. მომავალ შეხვედრამდე. ღია სტუდია დავით ბაიჭაძესთან ერთად.